ამასობაში სცენაზე გამოსასვლელად პრინცესა ემზადება. რაც კი ცნობიერება ჩამომიყალიბ და სულ მინდოდა რომ პრინცესა უყოფილიყავი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ეს სახელი დავირქვა და ასე გამიცნოს მაყურებელმა. Tell me princess, now when did you last? რომელი ქვეყნის რომელი სამყაროს პრინცესა ხარ? სამეგრელოს პრინცესა. That's ancient history, been there, done that. ჩემზე ძალიან ბევრი რამ დაწერილა. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის, აი ასეთი სიტყვებით წერს ჟურნალისტი. ჩემო ტკბილო მამულო, იღურებოდა კატერინა ცომაიას თბილი და ნაფერები ხმა, ღერო და დარბაზი. ჩემ შემოქმედებას რომ დადებითად აფასებდნენ მიხარებს. ესე იგი გამოცდილება გაქვთ, შეიძლება თავისუფლად გახვიდეთ სცენაზე, არ გეშინიათ დარბაზი და რაც თავარია 4 ჟიურის წევრის, არ გეშინიათ? არა რა თქმა უნდა. მოდის, პრინცესა მოდის. გამარჯობა. მოგესალმებით. საგვეცანი თუ შეიძლება? მე გახლავართ პრინცესა. პრინცესა არ გინდა შენი პრინცი იყო? პრინცესა ეს როგორ პრინცესა? სასცენო სახელი არის ჩემი. ძალიან საინტერესოა. დაიწყეთ. დაიწყო. მიდი პრინცესა, მიდი. მე ვარ მზეჭამული. ჩემო პატარა პრინცესა. ჩემო პრინცესა, ჩემო პატარა, ჩემო ლამაზო, ჩემო ანგელოზო, მე შენთვის მოვკვდები. რა გამიჩერე სიმღერა? პრინცესა, ამ გამოსვლაში იმიჯზე ბევრად მეტი არის ნაფიქრი ვიდრე შესრულებაზე. პრინცესა, პრინცესა. პრინცესა, მინდა გითხრა ერთი რამ. შენში დევს რაღაც ესეთი მისტიური, გოთიკური ქალის იმიჯი. ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ სამწუხაროდ სიმღერა არ შეგძლებია, როგორც საკუთარ სიმღერაშივე თქვი ტექსტად. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პრინცესას თქვენი იმიჯი არ გავს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა იმიჯის. როგორ იმიჯითაც არ უნდა გამოსულიყავით, ის რაც თქვენი ამღერებისთანავე მოხდა, ვერანაირ იმიჯი ამას ვერ უშველის, თქვენ ვერ ხართ ცუდად. მე ვამბობ, ხადია არას. მეც არას ვამბობ სამწუხაროდ. ხადია. მე უბრალოდ მე უბრალოდ მის უდიდებულესობას ნიჭიერში არ გაუმართლა.